დღეს უნდა გაგიზიაროთ უნივერსალური ფენოვანი ცომის რეცეპტი. ამ ყველაფერში კი დამეხმარება შატილის კარაქი რძის ნაღებით. მოამზადე ხაჭაპურიც და დარჩენილი ცომისგან ნაპოლეონიც. გამოვიყენე 1 კილოგრამი ფქვილი და 750 გრამი კარაქი. კარგად გადავურიოთ ერთმანეთს, ცალკე დაგჭირდება 500 მილilitrიანი ქილა, რომელიც ყველას გვაქვს ოჯახში, სადაც გავაზავებთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვს ზმარს, 1 სუფრის კოვს არახს, 1 ცალი კვერცხის გულს, მარილს და მაცივრის ცივ წყალს. მოვუზელთ ცომს და დავასვენებთ 9 საათი. 9 საათის შემდეგ გავაბრტყელოთ, გადავუსვათ ოთახის ტემპერატურის კარაქი. როგორც ნახეთ, 200 გრამი კარაქი გამოვიყენეთ ცომში, ხოლო გადასასმელად გვჭირდება 550 გრამი, რომელიც გავყე 3 ნაწილად. კვლავ დავასვენე მეორე და 30 წუთი, კვლავ გავაბრტყელე, გადავუსვი კარაქი და კვლავ შევინახე მაცივარში. ორჯერ ვიმეორებთ ერთი და იგივეს, ხოლო მესამე წასმაზე ვყოფთ ცომს 4 ნაწილად და სათითაოდ გადავუსვამთ. კარაქის წასმის შემდეგ გადავახვევთ ცომს, შევინახავ 30 წუთი კვლავ საყინულეში და გამოვაცხობ ფენოვან ხაჭაპურებს. ცომის შენახვა დიდი ხნის განმავლობაშიც შეგიძლიათ საყინულეში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წინა ღამით უნდა ჩამოიღოთ საყინულედან დაბლა მაცივრის ტემპერატურაზე, რომ იყოს ცომი მარტივად სამუშაო.